არსებობ მხოლოდ შენ და შენი მიზანი. არ არსებობს კივილი და გადახლა. მხოლოდ შენ და შენი მიზანი. შეიძინეთ ულიმიტო აბონემენტი მხოლოდ 60 ლარად. Fittown-ი ჩვენქვით სამყაროს, სადაც სპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისამართი თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის 59B. ყავდა ერთი მსუქანი მეგობარი, რომელმაც ინტერნეტიდან გასახდომი ჩაი შეიძინა. ერთ საღამოს ვესტუმრე და დავინახე, რომ გასახდომ ჩაისთან ერთად გემრიელად ტორტსაც მიირთმევდა. Hey, პუმპულა მეგობრებო, ზაფხული მოდის და ღიპის მოშორება მოგინდათ? მთელი ზამთარი ღორივით ჭამდით და ახლა გასიებული ტრაკი გაწუხებთ? ნების ყოფა არ გაქვთ და მთელი წლის დაგროვილი ცხიმები გინდათ რომ ორ დღეზე მოიშოროთ? ეს შეუძლებელია, bro. არანაირი გასახდომი ჩაი და ჯადოსნური აბები არ დაგეხმარება თუ ტრაკს არ აწევს კამიდან. არანაირი მაგია არ არსებობს გარი. არსებობს ასეთი ტიპის სხეული, რომელსაც ქვია ენდომორფი. ენდომორფების თავარი პრობლემა არის შენელებული მეტაბოლიზმი, რის გამოც ისინი იოლად იმატებენ და ძალიან რთულად იკლებენ წონაში. ამიტომ ენდომორფებო, პირველ რიგში იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი. ამისათვის თქვენ უნდა გადახვიდეთ დაყოფილ კვებაზე. დიეტის არსი იმაშია, რომ ორგანიზმი თანდათან უნდა მივაჩვიოთ საკვების ხშირად და მცირეოდენობით მიღებას. ასეთი კვების სისტემა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, საჭმლის მონელებას, აღადგენს კუჭის ნორმალურ ზომას, ასევე ასტაბილურებს კუჭნაწლავის ტრაქტსა და ღვიძლს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამჯერადი კვება ძალიან ცოტაა. დღის განმავლობაში უნდა გამოვიდეს არანაკლებ 6ჯერადი კვება. და რა თქმა უნდა დაიცვათ ოპტიმალური პორციები. იცით რაზე მეცინება, როდესაც აი ასე ამბობენ. აი რა, მე მსუქანი კი არა ვარ, უბრალოდ მსხვილი ძვალება. ბლა ბლა ბლა. თუ პრობლემა მხოლოდ მსხვილძვალშია, მაშინ მიპასუხეთ. კონცლაგერებში 200,000 პატიმარ შორის, ნუ თუ ერთსაც არ გქონდა მსხვილი ძვალი, ჰა? რატომ იყო ყველა გამხდარი? კარგით რა. თუ ორგანიზმში კალორიები არ შედის ჰაერითი ბერებით, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. აქ სტიმული გჭირდება. აიღე შენი კომირის ფოტო და მაცივარს გააკარე. Hey Shrek! Oh, Shrek, ნუ მეძახი. ზაფხულში იბიცაზე მივდივართ. მეც? არა. ამ ხელაღებით მე ვერ წამოვა. არა უშავს, მაგმუცელს ზაფხულამდე მოვიშორებთ. დღეიდან დავიწყებ დიეტას. მომაშორებს ნაცხრები. მოტივაცია რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩაერთვება თავდაცვის ინსტინქტი და თქვენ კი არა. სხეული დაიწყებს თქვენი თფლობას და აუცილებლად მოგივათ ასეთი აზრები. რატო აწვალებ თავს? რისთვის? ან ვისთვის? მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევ. მაცივარში რო ტორტი დევს. რა გემრიელი კრემითაა გაკეთებული. არა ვიხო. იბიცა, გოგოები, გართობა, საჭმელი. იცოდით თუ არა თქვენ, რომ ჭიანჭველების გარემოში არსებობს ასეთი პარაზიტი, რომელიც ძვრება ორგანიზმში და ჭიანჭველას იმორჩილებს. დროთა განმავლობაში ჭიანჭველა ეკრობა ბალახის მწვერვალს და სივდება მანამ, სანამ ფრინველის მსხვერპლი არ გახდება. იმედი მაქვს, რომ აქედან გამოიტანეთ აზრი. მოვედი. ამას სნიკერსიც გაუჩხერია. თქვენთან იყო კაპიტან ბონდო, ჯო ფიდმენი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს. ველოდებით თქვენს კომენტარებს.